მშვიდობის ეს ძვირფასო მაყურებლებო, ეთერშია გადაცემა ნაცნობი სახეები. ჩვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახავთ თქვენთვის საკმაოდ კარგად ნაცნობი პიროვნება ბატონი ჯუმბერ პატიაშვილი. უფრო დაწვრილებით კი მის შესახებ ჩვენი გადაცემიდან შეიტყობთ. ბიოგრაფიული შტრიხები. ჯუმბერ პატიაშვილი დაიბადა 1940 წლის 5 იანვარს საქართველოს ერთ-ერთ ძირძველ კუთხეში ლაგოდეხში. მამა ილია პატიაშვილი გახლდათ სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტი, საქართველოში მანქანა ტრაქტორების სადგურების ერთ-ერთი დამაარსებელი. წლების განმავლობაში მუშაობდა რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ. დედა ვერა შანიძე პედაგოგად მუშაობდა, ბოლო წლებში დიასახლისი იყო. ჯუმბერ პატიაშვილმა დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, მიიღო სწავლული აგრონომის სპეციალობა, დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. წლების განმავლობაში იყო საქართველოს კომკავშირის ცეკას პირველი მდივანი, პარტიის გორის რაიკომის პირველი მდივანი, ცენტრალური კომიტეტის ცეკას მდივანი, პირველი მდივანი, მიწათმოქმედების ინსტიტუტის დირექტორი. 1992-95 წლებსა და 1999-2002 წლებში არჩიეს საქართველოს პარლამენტის წევრად. 2004 წლიდან კი კვლავ პარლამენტარია. ყავს მეუღლე თინა ჭიჭინაძე, რომელიც უცხოენეთა ინსტიტუტის კათედრის გამგეა. შვილები გიორგი სააქციო საზოგადოების გენერალური დირექტორი, ხოლო პატა ნავთობკომპანიის ექსპერტი. ყავს რძლები და 3 შვილიშვილი. ის ბავშვობაში არ იყო ცელქი ბავშვი. განსაკუთრებულად უყვარდა ფეხბურთისა და კალათბურთის თამაში. სკოლაში კარგად სწავლობდა, იყო წყნარი და მეგობრული. მეგობრები მასზე აღფრთოვანებით საუბრობენ. მამა ადრე გარდაეცვალა და ცდილობდა კარგად ესწავლა, რათა ცხოვრებაში რამისთვის მიეღწია. პროფესიული არჩევანის გაკეთებაც მამის ზეგავლენით მოხდა. ბატონი ჯუმბერი ყოველთვის ამაყობდა თავისი მშობლებით. მამა განსაკუთრებულად უყვარდა, მას პროფესიონალად მიიჩნევდა. დედა კი პედაგოგი იყო და ცდილობდა ობლებისათვის არაფერი მოეკლო. ბავშვობა ძალიან კარგი მოსაგონარი არის, ამავდროულად განსაკუთრებულობით არ გამოირჩეოდი. შემთხვევაში ვიზრდებოდი უბანში, ასე იყო მეგობრებთან, რომლებიც დღევანდელ მომყვებიან, ესე იგი ჩვენი მეგობრობა დაიწყო 9 საუკუნის წინ. განსაკუთრებულობით არ გამოირჩეოდი. საერთოდ ეხლა რომ გითხრათ რაღაც განსაკუთრებული წარმატებით არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე სამწუხაროდ მამა ადრე დავკარგე, დედა აქვს დედა და იმდენად ოჯახზე უფრო ზრუნავდი და ვფიქრობდი, ვიდრე ცეკვობით რა, როგორც ყველა პატარა ბავშვი თამაშობდი, სპორტში ვიყავი ჩართული, ფეხბურთს, კალათბურთს. ცხოვრება საკმაოდ რთული მქონდა, რთული თვალსაზრისით, როცა არ აქვს ის ძალა, დიახ, ამიტომ ჩვენ და-ძმა მყავს, უფროსები არიან ჩემზე. ისინი მუშაობდნენ, მე ვსწავლობდი და ასე რომ ოჯახი ცხოვრობდა ისე, რომ ყოველ შემთხვევაში ჩვენი წესიერება და პატიოსნება ცნობილი იყო იმ დროისათვის და დღევანდელ დროსაც მე მაგით ვამაყობ ჩემი მშობლების ღირსებებით, თვისებებით. მამა ძალიან ღირსეული კაცი იყო, ყველას თავის მშობელი უყვარდა, მეც უნებრივია ამ სიყვარულს ვერ დავმალავინებ, მე ვამაყობ კიდევაც მამა ჩემის სახელით, რომელიც მან დატოვა საზოგადოებაში იმ დროისათვის, ტრაგიკულად დაიღუპა, მაგრამ აი ამ ტრაგედიასთან ერთად მან დიდი კაპიტალი დამიტოვა. ეს არის წესიერება, პატიოსნება, იყო მაღალ კვალიფიციური პროფესიონალი სპეციალისტი, ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი იყო მანქანა ტრაქტორთა სადგურების საქართველოში, ერთ-ერთი პირველი დირექტორი გახდა. შემდეგ დიდი თანამდებობაც ეკავა მას, იყო მინისტრის პირველი მოადგილეც და დედა პედაგოგი იყო, გვარად შანიძე გახდათ, ისეთი შესანიშნავი ოჯახის შვილი. და ჩვენი გარემო იყო ძალიან საინტერესო ნათესაობის თვალსაზრისითაც, იმიტომ რომ მამასაც მრავალი დედმამიშვილი ჰყავდა, დედასაც და ჩვენი სანათესაო რაღაც გვაძლევდა იმეს და მე პირადად ამ იმეს ვაძლევდა, რომ ღირსეულად მეცხოვრა. მისი ბავშვობის მეგობრები იხსენებენ იმ ლამაზ პერიოდს, რომელიც ერთად გამოიარეს. უზრუნველი ბავშვობისა და შემდეგ სტუდენტობის ხანას. ჯუმბერ პატიაშვილს განსაკუთრებული ღირსებების ადამიანად მიიჩნევენ.
ცხოვრებაში რა თქმა უნდა ბევრი პრობლემები იყო უკიდურესად მძიმე მდგომარეობებით, რომელიც მათმა მეგობარმა ღირსეულად გადაიტანა. ისინი მას საკმაოდ განათლებულ, ნიჭიერ, სტუმართ მოყვარე და მომთხოვნ ადამიანად ახასიათებენ და ყველაფერს საუკეთესოს უსურვებენ ცხოვრებაში. თუმცა ჩვენ ერთად არ დავბადებულვართ, თორე ბავშვობიდან ერთად ვარ გაზრდილები. პირველი კლასის შემდეგ მეგობრობ მოვდივართ სულ ერთად. ალბათ ღვთისმება რომ მოსკოვში რომ მუშაობდა ჯუმერი, მაშინ მეც ასპირანტურაში ვიყავი მოსკოვში, ისე რომ წვეტილობა არ ყოფილა ჩვენს ურთიერთობაში, ჩვენს მეგობრობაში. რა უნდა გითხრათ, სხვათა შორის მისი ოჯახი ქალბატონი ვერა, ბატონი ილია, რაღაც საპატივცემულო ხალხი იყო ჩვენს ქალაქში. ბატონი ილია ტრაგიკულად დაიღუპა ჯერ. კიდევ მე-10 კლასის მოწაფეები ვიყავით ჩვენ, ისე რომ ჯუბერს მაინც დაალხენილი ბავშვობა და სიყმაწვილის პერიოდი არ ქონია, რასაც მიაღწია ცხოვრებაში თავისი შრომით, თავისი ნიჭით და თავისი სიმართლით მიაღწია ყველაფერს. რამდენი ხნის მეგობრობა ალბათ რა ტენდენციურსაც ხდის ადამიანს, მაგრამ ამ შემთხვევაში ნამდვილად რაღაც მიკერძოება გამორიცხულია, იმიტომ რომ მთელი ქვეყანა იცნობს ბატონ ჯუმერს და მე რაღაც ისეთი თქვა არასწორი არ მიიღებს ამას არც მაყურებელი და არც საზოგადოება. მასში ყველაზე უფრო ვაფასებ მე ღირსების გრძნობას, იმიტომ რომ აი ამდენი წლის განმავლობაში ბევრჯერ მინახავს უკიდურეს მდგომარეობაში ჯუმერი. მოგეხსენებათ რა არ გადახდა მას, თქვენ წისქვილი სხვა არ დაატრიალებულა. მინახავს კიდევ ვიმეორებ უკიდურეს მდგომარეობაში, მაგრამ ღირსება დაკარგული არასდროს არ მინახავს ჯუმერი. აი მოსკოვში სახალხო დეპუტატთა ყრილობაზე მეც ვახლდი და ახსოვს ფიზიკური მისი მდგომარეობა. უკიდურეს მას რაღაც ერევ უთქვა შემდეგ ჩემს რაღაც გადაწყვეტილიც ლებას თითქოს მიღებული ქონდა, მაგრამ მისმა სიმართლემ და მისმა აი ამ ღირსების შეგრძნებამ ყველაფერი გადაატანინა და მოვიდა დღეს ისეთი, როგორცაც იცნობს დღესაც საზოგადოება. რაც შეეხება მის პიროვნულ თვისებებს, შეიძლება ზოგიერთს ძალიან ისეთი პირქუში და შორიდან ასე ჩანს კიდევაც ისეთი მიუკარება ირონება გონიათ, მაგრამ ის ახლო მეგობრებს და არა მარტო ახლო მეგობრებს, თანაც ურთიერთობა ქონია, ვისაც სუფრაზე შეხვედრია, მე არ მაქვს ეს ოფიციალური სუფრების მხედველობაში. აი კეიპს რასაც ვეძახდით ჩვენ, ვისაც უნახავს ჯუმერი ინსტრუმენტთან, მისი სიმღერა მოусმენია, მისი თამადობა ვინც იცის, მისი იუმორის გრძნობა, დამეთანხმება ყველა, რომ ეს არის შესანიშნავი პიროვნება. რას უსურვებთ მას? ეხლა მაღალ ფარდოვნად არ მოგეჩენოთ, რომ რასაკვირველია პირად ჯანმრთელობას, მისი ოჯახი ნახეთ თქვენ, როგორი მრავალრიცხოვანი და მეგობრული ოჯახია, გამრავლებას ჯანმრთელობას და კიდევ მეორე მაღალ ფარდოვნად არ მისი პირველი სურვილი არის ქვეყნის კეთილდღეობა, ქვეყნის განვითარება, აყვავება და აი ამას უსურვებს იმას, რომ მოსწრებოდეს და ჩვენი თაობაც მოსწრებოდეთ ამას. ბატონ ჯუმბერი არის ძალიან მრავალფეროვანი და ძალიან რთულია ეს პატარა ინტერვიუში ყველაფერზე ვილაპარაკოთ, მაგრამ მე მაინც ხაზ გავუსვამდი ერთ ამბავს, რომელიც ზოგიერთ რაღაცა ისე ეჩვენება. ეს არის თხემიდან ტერფამდე ქართველი. აი მაღალი გაგებით, კარგი გაგებით, განათლებული, კულტურული, ევროპულად მოაზროვნე, მაგრამ ჯიშიანი ქართველი. რომელსაც ერთი სისხლი სხვა არ აქვს, ერთი წვეთის სისხლი. ქართული აქვს და არაფერი უცხო არ არის მისთვის და ყველაფერი ძალიან კარგად ითვისებს და ეგუება. მაგრამ ქართველი რომ თქვი, ეს არის სამშობლოს სიყვარული, პატიოსნება, რაინდობა, ტოლერანტობა, სტუმრის პატივისცემა და რა თქმა უნდა ახალგაზრდობაზე და მომავალზე ზრუნვა.
მე მას ვიცნობ კონკავშირში პარტიულ სამუშაოზე ერთად ვიყავით მოგვიწია ცხოვრება სკოლის გარდა ეს სკოლაში ვიტყვი ეს იყო აი გამორჩეული მოსწავლე სუფთად ჩაცმული იცით სულ აი ამას გეტყვით რა ძალიან სუფთად ჩაცმული ძალიან წყნარი ძალიან ყველა რო პატივისცემდა მთელ სკოლაში აი მეგობრობა დაიწყო იქიდან აი ეს გაგება ურთიერთგაგება სხვა არაფერი ურთიერთგაგება ერთნაირ პოზიციაზე დგომა და მთავარი იყო წესიერება მთავარი იყო სამშობლოსთვის თავდადება და მთავარი იყო კაი ბიჭი უნდა ყოფილიყო კაი კაცი უნდა ყოფილიყო არაფერზე უარი არ უნდა გეთქვა და კაი კაცად დარჩენილიყო ბოლომდე აი ესეთი იყო ბატონი ჯუბრიანი რა შეიძლება მის მერე უკვე ნაკის ვეღარ ახედავ ნაკს როგორ ვერ ვხედავ ძალიან მომთხოვნია მეგობრებისადმი ძალიან მეტისმეტად მომთხოვნია და თავისადმი ბატონმა ჯუნგერმა თავისი მომავალი მეუღლე ქალბატონი თინა სტუდენტობისას გაიცნო. მათ ერთად უხდებოდათ ყოფნა სხვადასხვა კომკავშირულ ღონისძიებებზე. მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა და შემდეგ სიყვარული ქორწინებით აგვიქვინდა. შეიქმნა ლამაზი ქართული ოჯახი. ჩვენ გავიცანით სტუდენტობის დროს, როდესაც მეც გახდით კომკავშირში, მდივანი გახდით, სტუდენტთა სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე იყო თინა კომკავშირშიც მუშაობდა. და გავიცანით აი მერთობლივი ღონისძიებების ჩატარების დროს და ეს ისიც სახელობის სტიპენდიანტი გახდათ. ნუ ახლა მე კი არ წარმოაჩენ მარტო, მაგრამ ნუ ჰქონდა ეს ურთიერთობა დიახ სტუდენტობის დროიდან მოდიოდა და უკვე ასპირანტურას რო ვამთავრებდი, მაშინ მოვაწერეთ ხელი, შევქმნით ოჯახი და ნუ დღევანდელ სამსახურებზე დაკავებული ფაქტიურად. კი მე თეთრეულის საქმიანობა. არა, ოჯახში საქმიანობის თვალსაზრისით მე ნამდვილად არ მეხერხება. არ დახმარება, მე რა დახმარება, ქალს თავისი ფუნქცია აქვს, მამაკაც თავისი. იმდენად მზარეულობას ვერ დავიწყებ ახლა და არც ახლა ესეთი გურმანი გახლა ვარ, თუ დავიწყო ეს მე ამას გავაკეთებ საუკეთესო და ეს ჩვეულებრივი მეუღლე დიასახლის უნდა დიასახლის უბრალოდ დღეს რძევები ყავს შესანიშნავი გოგონები არიან ორივე ფსიქოლოგია მუშაობენ დისერტაციებზე დღევანდელ დღესაც რომ ამაზე დროს კარგავთ შეიძლება თქვეს ეს ნიშნავს ბავშვებს სრდიან ქალბატონი თინა უკეთეს მეუღლეს ვერც ისურვებდა. ხელახლა რომ იყოს არჩევანის წინაშე იგივე ნაბიჯს გადადგამდა. მისი თვალი დანახული მეუღლე არის მოსიყვარულე, თბილი, ყურადღებიანი. პიროვნება, რომელსაც აქვს უნარი ხინსა და ტკივილის დროს განსაკუთრებული თანადგომისა. ცხოვრებაში რა თქმა უნდა იყო პრობლემები, თუმცა მათმა სიყვარულმა მრავალ ტკივილსა და გამოცდას გაუძლო. ოჯახში რა ვიცი მე უკეთეს ალბათ ვერც ვისურვებდი. განწონასწორებული მოყვარული ძალიან მნიშვნელოვანია რა არის იცით მე ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია თანადგომის უნარი აქვს როგორც ტკივილის დროს ასევე სიხარულის დროს ეს ჩვენ ოჯახს მოყვება იცით ჩემი დედამთილიდან მამამთილიდან ჩემი მშობლებიდან დედმამიშვილებიდან ხო ბიჭებიც ასე არიან ჩვენი შვილებიც და შვილიშვილებიც ასეთები ესე რომ ერთის გაჭირება და ტკივილი ყველას საერთოდ ტკივილია და ერთის სიხარული ყველას სიხარულია ერთმანეთის ცხოვრებით ცხოვრობს ჩვენ არ აქვს დამოუკიდებად მე ჩემი განსაკუთრებულად ჩემი ძმა აქვს როგორ არა მაგრამ ეს არ ხდება იზოლირებულად ვავსებთ ერთმანეთს მოკლედ ალბათ ახლიდან რომ ქონოდა არჩევის საშუალება იგივე არჩევას გავაკეთებთ და მისი განსაკუთრებულად დადაბისება რომელსაც აფასებთ და თქვათ უარყოფით რომელიც არ გწონთ რა არის დადებითად რა მიმაჩნია არის არ არის ცხოვრება ისე აწყობილი რომ რაღაც მომენტი არ ქონდეს შენი მდგომარეობიდან გამოსვლის მიზეზი თუ გაქვს არ არსებობს მტყუარი ხარ თუ მართალი ხარ რომ გიპასუხოს და აკვეს და ამშვიდდები დაწყნარდები შეთითო რომ მიხვდები რომ მართლა არ იყავის სწორ მე რა გეტყვის ეს ასე ჯობდა და ასე მოვდივართ მთელი ცხოვრება ვერ გეტყვით რომ ამ ცხოვრების მანძილზე რაღაც ისე უმნიშვნელო ყველგან ხდება მაგრამ ვერ დაგისახელებთ მიზეზს რა მიზეზითაც მე მაგალითად გული მეთქინა რას უსურვებ იცით ჯუმერს უსურვებ ოჯახის სიძლიერეს ოჯახი თუ ძლიერია და რაც უფრო ბევრი იქნება ძლიერი ოჯახი და
მყარი ოჯახი მით უფრო მყარი და ძლიერი იქნება სახელმწიფო და ჩვენი ქვეყანა. მე მგონი დამოუკიდებლად არ არსებობს არც ერთი ოჯახი და დამოუკიდებლად აბსტრაქტულად სახელმწიფო ქვეყანა შედგება ოჯახებისაგან და რაც მეტი იქნება ტკბილი, თბილი, ურთიერთგამგები და სტაბილური ოჯახები, მით უკეთესი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ქვეყნის უმავლისთვის. მათ ორი ვაჟიშვილი ჰყავთ, პაატა და გიორგი, სამი შვილიშვილი, მარიამი 12 წლის, ჯუმბერი 5 წლის და თვეების გიორგი. პატარა ჯუმბერის განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭი აღმოაჩნდა და უკვე კარგადაც მღერის. მარიამ კი ხატავს, კერამიკოსია. მან უკვე მიიღო მონაწილეობა სამგამო ფენაში და წინ დიდი წარმატებები ცელის. პაპა განსაკუთრებულად უყვარს. ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, რომ ბატონი ჯუმბერი თურმე მისი სურვილების უპრობლემოდ შემსრულებელია და მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობას უსურვებს. მიყვარს ბაბუ და ყველაფერს მისრულებს, რასაც ვთხოვ. არასოდეს არ გამიმარია მისთვის რამე და ყველაფერს ვეუბნები მას დავერ. კაცი ხო არ არის შენთან მიმართებაში? არა მარტო ჩემთან, არავისთან არ არის ძალიან კაცი, ზომიერად ალბათ ყველასთან. რას უსურვებს მას? წარმატებას უსურვებ. ბატონი ჯუმბერი 32 წლის წინ ცხოვრობდა გორში და მოღვაწეობდა. ჯერ კიდევ იმ დროს შეუყვარდა ეს ლამაზი ისტორიული ქალაქი და გორელები, ის ადამიანები, რომელთაც სიყვარულსა და პატივისცემას ყოველთვის კარგად გრძნობდა. ის თავისი განვლილი გზით წარსულით ამაყობს, თავისი ადამიანური ურთიერთობებითა და სამართლიანობით. სურს რომ გორს დაუბრუნდეს ქალაქის სტატუსი. ჩვენთან საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც გორში არსებობს. თავის ამომრჩევლს განძლეობას და კეთილდღეობას უსურვებს. პირობას იძლევა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რაც მას შეუძლია. გორი ჩემთვის არის რაღაც განსაკუთრებული ქალაქი და რაიონიც, იმიტომ რომ გორში როგორც ახალგაზრდა კაცისთვის დამოუკიდებლად უკვე მუშაობასთან ერთად ცხოვრობდი ოჯახი შექმნილი და ჩემი უფროსი ბიჭი სწორედ ამ პერიოდში დაიბადა. ცხოვრობდით ზუსტად 2 წელი გორში და ამიტომ მე გორისადმი სიყვარულს და პატივისცემას ვერ დავიწყებ ვერასოდეს, ვინაიდან მე ვგრძნობდი მხარდაჭერასაც ხალხის, შრომელი ხალხი იყო არის და როგორც ქალაქი ისე რაიონი იყო ძალიან ძლიერი ეკონომიურად გამართულები იყვნენ და მაშინ განსაკუთრებულად ეხლა ეს ნოსტალგია მაქვს და ეხლა ზოგიერთს მიაჩნია ხოლმე ხანდახან შეგახსენებ. მე ჩემი წარსულით ვამაყობ, იმიტომ რომ ჩემს საქმიანობაში, ჩემს ურთიერთობაში ადამიანებთან სამართლიანობის დამკვიდრების თვალსაზრისით, რაც სამწუხაროდ ჩვენ გვაკლია დღევანდელ დღეს, გორში გამოიკვეთა და შეიძლება ითქვას გამოირჩევა გორი, ეს ისტორიული ქალაქიც არის, სამცხარო ჯერ არ არის მისი სტატუსი, მაგრამ ალბათ კი არის ასე იქნება, ჩემი და ყველა ნორმალური ადამიანის აზროვნება უნდა მიდიოდეს იქნე, რომ გორმა დაიბრუნოს ეს სტატუსი და ამავდროულად ამ საგიცე მე შეხვედრაც ჰქონდა პრეზიდენტთან და ამ თემაზე ალბათ დაუბრუნდებით გარკვეული პერიოდის შემდეგ. და გორში მუშაობა ჩემთვის იყო ძალიან დიდი გამოცდა. ვინაიდან გორი თავისი მასშტაბებით იყო რესპუბლიკას გაცდა მისი ყველა ეს მონაცემები, ეკონომიკა იყო, კულტურა, ხელოვნება და სამშობლოა სტალინის სამშობლოა, გოგებაშვილის სამშობლოა. და გოგებაშვილი შეიძლება სხვათვის შეიძლება ისეთი არ იყოს გასაგები სხვა ქვეყნებისათვის, მაგრამ ჩვენთვის ქართველებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და ამავდროულად ის დიდი მოძრაობები, რაც 19 საუკუნეში ხალხოსნების მოძრაობა
ეს გორთანაა დაკავშირებული, რომ გორში რაღაც განსაკუთრებული დევს, რომელიც შეიძლება დღეს ახსნილი და გახსნილიც არ არის. იცით და ცოტა აი ამ თელრიხ პროცესებში რო ჩაერთო ჩვენი საზოგადოებაც, დავივიწყეთ წარსული და წარსულსადმი პატივისცემის გარეშე მომავალს ჩვენ ვერ ავაშენებთ. და როცა ჩვენ წარსულს ვაგინებთ და სამწუხაროდ მრავალმა პოლიტიკოსმა თუ არაპოლიტიკოსმა ეს აირჩია მთავარ თემად, ჩათვალეთ, რომ ის მომავალს ვერ შექმნეს. შენ უნდა გააკეთო ის, რაც გჯერა, მაგრამ წარსულისადმი პატივისცემა უნდა გქონდეს და თუ გააკეთებ უკეთეს, თავისთავად წარსულისადმი იქნება კრიტიკული შეფასებას და ჩვენ ახლა დღევანდელ დღეს გორის თქვენ კარგად იცით მისი ეკონომიკა, მისი მდგომარეობა, ხალხის გასაჭირი, ძალიან ძნელი არის, იცით, ჩემთვის მით უმეტეს, რომელიც ამას ვხედავდი, მონაწილეობდი, ვიცოდი, რა გვიჭირდა, რა გვიხინდა. მე არ მინდა იმის თქვა, ყველაფერი კარგად იყო, მაშინ ბევრი გაუგებრობები იყო, შეიძლება ითქვას ეს გაუგებრობები არ ატარებდა ესეთ ხასიათს, რომ იგი დამანგრევალ ყოფილიყო, მაგრამ ეს ეგრეთ წოდებული ნეგატიური მოვლენები იმ დროისითაც ჩვენ საზოგადოებაში იყო. მაგრამ გორი იყო გორი, ესე იგი ძლიერი ქალაქი, ძლიერი რაიონი, თავისი რაღაც განსაკუთრებული ღირსებებით, რომელსაც ვამაყობდი და ვამაყობ. ბატონი ჯუმბერი დამითანხმებით არის პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს ისტორიის ნაწილს წარმოადგენს. მისი მთავარი მიზანი ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა. ის ბოლო ათწლეულების ყველაზე გახმაურებული პროცესების აქტიური მონაწილეა. მას არასოდეს უღალატია თავისი ხალხისათვის. საქართველო ერთი როგორც თითოეული ჩვენთაგანისთვის ჩვენი სამშობლო ერთადერთია. ამავდროულად მართლაც მე არ მცხოვრე ერთ დღეს საქართველოს გარეთ. როდესაც გავდიოდი მე ჩემმა მეგობრებმაც იციან, მე იმავე დღეს ვბრუნდებოდი თუ ეს საშუალება იყო. არ არსებობს, მე არ მიცხოვრია, რომ ვიყავი, არ მიცხოვრია საქართველოს გარეშე. ახლა ეს განსაკუთრებულობა არ არის, ყველა ადამიანი ალბათ ასე არის, მაგრამ ჩემს მოქმედებაშიც ეს ალბათ, კი არ ჩანს, ალბათ გამოჩნდება მომავალში. რაც რო გადის, რაღაცა იკვეთება, ზოგი გამოჩნდება, ზოგი არ შეფასდება. არა, რა მხრივ? პოლიტიკური საქმიანობიდან ჩემი პოლიტიკაში მონაწილეობა დღევანდელ დღეს განპირობებულია იმით, რომ რაღაცა გავაკეთო, რაღაც კი არ გავაკეთო ის, რაც მე გამოცდილება მაქვს. მის ცხოვრებაში იყო ტკივილი, დაშინების მცდელობაც კი. მისი საცხოვრებელი სახლის მინებს დღესაც ატყვია ის კვალი. თუმცა, ყველაფრის მიუხედავად ის ყოველთვის იყო თავის ქვეყანაზე და ხალხზე უზომოდ შეყვარებული. თავისუფალი დრო ბატონ ჯუმბერს საერთოდ არ ჰქონია. მშვებულებაც კი არ აუღია ისე, რომ პოლიტიკურ საქმეებში არ ყოფილიყო ჩართული. შაბათ-კვირას თუ მიდიოდა ოჯახთან ერთად, ისტორიული ძეგლების დასათვალიერებლად, მაშინაც კი საქმეებიც იყო დაკავებული. როგორც ჩვენთან ბოლახდელი საუბრისას აღნიშნავს, იგი ყველანაირად ეცდება ქვეყნის და ხალხის საკეთილდღეოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას, რაცაც გასცემშენია, რაც არა დაკარგულია. ამ სიტყვებით ცდილობს იცხოვროს და გადაცემის ბოლოს გორლებს წარმატებებს, ჯანმრთელობას უსულებს. წარმატებას უსულებ, ჯანმრთელობას უსულებ და იმ პრობლემები, რომელიც დაგროდეს, გადაგვეწყდება, გამთავისუფლდეთ რაღაც ისეთი ზოგიერთი შენაძენი, არა ქართული, არის ეს ამბიცია თუ თვისება თუ ბუნება არის, რომელიც ჩვენს ქვეყანას სიკეთეს მოუტანს. ჩვენი გადაცემა დასასრულს მიუახლოვდა ჯითხვასა ტელემაყურებლებო, ჩვენ ერთ კვირაში კვლავ შევხვდებით ერთმანეთს და ტრადიციულად თქვენთვის საინტერესო პიროვნებას წარმოგიდგენთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის, ნახვამდის.